გამარჯობა. თქვენ რამდენი 62 სამაგიდო თამაში იცით? მეტი ალბათ, დაახლოებით ალბათ დათამაში გვაქვს 10000 ჯერ მაინც რომელიმე ერთი სამაგიდო თამაში მაინც და თქვენი ტვინი ზოგადად მოწყობილი იმაზე რომ სამაგიდო თამაშებში როგორ იფიქროთ რა თქვათ, ანუ არაფერი არ ანუ პროფესიონალი მოთამაშე ხართ. რატომ მოხდა ისე რომ პანდაში რა იყო და ტოკიოში ბოლო ადგილზე გახვედით? ანუ ხო არსებობს რომ აი 4 ვთამაშებ და მე-3-ზეც წაგება, მე-2-ზეც წაგება, მაგრამ თქვენ ბოლოზე გახვედით. მე-6-ზე გავედით. მე-6-ზე გახვედით 4 კაცში. და როგორ მოხდა ისე რომ ვითამაშეთ ეს თამაში და მანდაც აი 4 გვამი კი რა 2 გვამი ძლივს დამალეთ, ეგეც ჩვენ შეგვეშალა რაღაცა. მან სამართლიანობისთვის 3-1-ზე იყავით მეორე თამაში და 3-1-ზე ითამაშე მე თამაში, როგორც ვიცით. ჩვენ არ აგვირჩევია ეგრე. შემდეგში მინდა 2-2-ზე ვერ ვითამაშე. შემდეგში მინდა რომ გავცვალოთ როლები და თქვენ იყოთ აი. დიახ, შემდეგში ჩვენ რო ვითამაშებთ ახლა როგორც აი ხო იცით UFC-ში როგორც ხდება, რომ ზემო რანკებს ვითამაშებთ, რომ დაუბერდებით და კარიერიდან წასვლის დროს კიდე ერთხელ შეგვიძლია ვითამაშოთ და ხალხს ვანახოთ სანახაობა. მან რა იცი? აი ფულზე რო ვითამაშებს. ხო. ბასეინზე ასაუბარი, ხო, ბასეინზე რო ვითამაშებთ. ხო, ფულ. in the pool. რო ვითამაშებთ, მე გამოვავლენ შესაძლებლობას, ახლა მეჩვენე სტუმარი ყოფილი. მაგრამ ხო, აი მანდ გაიმარჯვეთ, უნდა გითხრათ, მანდ გაიმარჯვეთ, შეიძლება და დაწყენი წასულიყავი დაგროზული, ანუ მოწყენილი, დაგროზული არის დამძიმებული. დამძიმებული ხო, და ეხლა მეჩვენია, პროფესიონალი მასპინძელი ხარ. ვითომ 7-3-იან რო გაგვიეგო ჩავაწყეთ რაღაცა ისე. ხო, ვითომ. პროფესიონალი მასპინძელი, მაგრამ არც ისე პროფესიონალი მოთამაშე იყავით დღეს, მაგრამ შეგიძლიათ იყოთ პროფესიონალი მოთამაშე და არც ისე კაი მასპინძელი. შანს მომცემთ ამ. არ ვიცი. დაგემშვიდობებით. მადლობა.